მოვდიოდით და აი სიყვარულის ბაღში ამ ბაღშიც ძალიან დიდ დროს ვატარებთ სკოლიდან მასწავლებამდე შუალედებში ვითვისებთ მსგავს საჯარო სივრცეებსთან არ ვართ ახლა განებიურებული დედები განსაკუთრებით აი ისეთი ურბანული მოწყობის თვალსაზრისით სადაც ბავშვების, ქალების, მოხუცების ინტერესები არის გათვალისწინებული. ეს ორადორი სივრცე არის ჩვენს ქალაქში, რომელიც მარტივად მისაწვდომი არის და რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა დაცული სივრცეების არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სტატიაში სოციალურ ქსელში რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას ვისმენ ამ შეჩერებული სამუშაოების ან რათა მუდმივად გადადებული დასრულების შესახებ წუხილებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აი ერთხელ არ დაუფიქსირებია საჯაროდ პოზიცია რომ აი ჩააყენოს მოქალაქეების საქმის კურსი რატომ შეჩერდა სამუშაოები რატომ გაიწელა ესე დროში და ნუ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მუნიციპალიტეტის მხრიდან გამჭვირვალობის არარსებობას ვხედავთ რა ეს არ ეხება მხოლოდ ამ პროექტს ზოგადად ამ პრინციპებით მუშაობს ჩვენი მერია როგორც გაეხარდებათ ისე მოქმედებენ ამ ქალაქში ძალიან ბევრი ხე მოჭრეს როგორც ვიცი 100-წლოვანი ხეები ვიცით მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ ხარისხობდათ და არაეფექტურადაც ხორციელდება და არ მაქვს რაცა მოლოდინი რომ რაც ისეთ შემოგთავაზებს მერია თუნდაც დასრულების შემდეგ რომ მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ